ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში პირველი ეტაპი უპრეცედენტო აქტივობით დაასრულა და 101 სტუდენტს ტექნოლოგიური ინდუსტრიისკენ გზა გაუხსნა. დამამთავრებელი ღონისძიება გუშინ გაიმართა, თუმცა ეს პროგრამის დასასრული ნამდვილად არ გახლავთ, მსურველების მიღებას ისინი კვლავ განაგრძობენ, უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენი სიუჟეტიდან. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის ქალების მენტორობა ტექ პროგრამაში პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. პროგრამის მიზანი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ქალთა გაძლიერება, მათი ციფრული უნარების განვითარება და კარიერული შესაძლებლობების შექმნა. ქალთა მენტორობის პროგრამა არის ნამდვილად უნიკალური პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება. ის ითვალისწინებს 1100 ქალის 3 წლის განმავლობაში გადამზადებას ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში და აგრეთვე მენტორობის მოდულების შეთავაზებას. ამაზე მეტი მენტორი არის ჩართული აღნიშნულ პროგრამაში. პროექტი გრძელდება 2027 წლამდე და მოხარული ვართ, რომ დღეს ჩავატარეთ პირველი ნაკადის ეგრეთ წოდებული გამოსაშვები ცერემონიალი და დავაჯილდოვეთ სერტიფიკატებით. გრძელდება რეგისტრაცია პროექტის შემდგომ ნაკადებზე და საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალა შეუერთდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას გადამზადებული ბენეფიციარების სახით. პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაცია იყო. მათი ჩართულობით პროექტის მონაწილეებს საკმაოდ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ცოდნის მიღების შესაძლებლობა მიეცათ. Mentorship-ის პროგრამა თავის მნიშვნელობით არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ზოგადად პირველ რიგში ქალთა გაძლიერების თვალსაზრისით, მაგრამ ამას აქვს თავისი ეკონომიკური ეფექტი, რომელიც IT სექტორისთვის ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს ქალთა ჩართულობა და ამ თვალსაზრისით ექნება გადამწყვეტი და კრიტიკული მნიშვნელობა ეკონომიკური თვალსაზრისითაც ეკონომიკაში აქტიურად ჩართვა ქალთა პოტენციალის ათვისება და გამოყენება განსაკუთრებით ტექნოლოგიებში არის არა მარტო საქართველოში გამოწვევა, არამედ მთელ მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ 5-თვიანი პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით 101-მა მოსწავლემ წარმატებით დაასრულა მენტორობის სესია 5 ტექნოლოგიურ მიმართულებაში: კიბერუსაფრთხოება, ფრონტ-ენდ დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი. ეს პროგრამა ჩვენთვის როგორც ევროპის ბიზნეს ასოციაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ბიზნესის განვითარება და იმის ცოდნა, რომ აქ კვალიფიციური კადრები ყალიბდებიან, პროგრამაში მენტორების პოზიციაზე ჩვენი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული და ძალიან ვამაყობთ, რომ ეს საჭირო პროექტი ერთობლივად განვახორციელეთ. ზოგადად ქალების ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში აქტიური ჩართულობა ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენ ყველამ ერთად მომავალზე უნდა ვიმუშაოთ და უნდა ვეცადოთ, რომ მუდმივად წინ ვიაროთ. პროგრამის შერჩევის სამართლიანმა და ინკლუზიურმა პროცესმა ფართო რეგიონული ჩართულობაც უზრუნველყო. მონაწილეების მოთხოვნადი ციფრული უნარჩვევებით აღჭურვით, ინიციატივა ადგილობრივი სამუშაო ძალის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს და ICT სექტორს აძლიერებს. პროგრამის მიზანი ასევე რეგიონების განვითარება და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაა.